ეხლა მაინც ხელა. სადმე თაში ხო არ წავსულიყავით. რა მაგარი. ძალიან მიხარია. ვიკა კარი გამიგებე. არ არის ეხლა ეს საერთოდ ეხლა ხავდი ისეთ ამბავს აუწერენ. ხო, აბა გავაკეთე. ვიოლეტა! ხაბატონო ლეილა, მომპარტიდან კიდე გაქვთ. დიახ. თქვენ ჩვენთან გაქვთ ბეჭედი ჩადებული. ვიცი? კვირის ბოლომდე უნდა დაფაროთ პროცენტი. იმო არ არის საჭირო გაცილება. კაი, რატო ჩაქვსავ ტაქსში და გაგაცილებ რა? არ არის საჭირო. გიორგი გამომივლის და გეხვეწები შეწყვიტე რა ეს ყველაფერი. რა ყველაფერი დეა? ეს გაცილება ზედმეტი ყურადღება. მე და შენ ვართ მეგობრები. გასაგებია? გასაგებია. ძალიან კარგი თქო გასაგებია. ხვალ. მშვიდობის. ეს არ მოგვიწია ჯერ. არა, არავინ არ მინახავს. ამას თავს ნაწილები ჩამგვივიდა ჩვენ. რა ნაწილები? აი მანქანის საბურავები და რაღაცეები რა. ხო, კარგია. ხონა. ჩვენ ორი თვის მერე ველოდებოდით. და ხა ისინი საწავყოთ აღარ ვიცი. მოიცა რატო საწყობში ადგილი არაა? არა, საწყობის სავსე არის და ისინი სადავდოთ, არ ვიცი. ისე იგი დიდი საწყობი გინდა, ხო? დაახლოებით იმ ხელა რაც ის არის რა. ჩვენ ხუთში არის ჩალაგებული და სადმე რომ შრალად დავდოთ რა. კარგი ვეთყვი იმას და გაიგებენ ეგეთ ადგილს. აი, მადლობა. მშვიდობის. ყავს დაიათ? მე არ მინდა. არა, მე გავდივარ. ცოტა ხნით და მალე მოვა. ხო, აი, უღოდ მალე მოდი რა, არ დავაგვიანებ. კილოსუდან პირობას ვდებ, რომ არ დავაგვიანებ. გავარკვე და დაგირეკე, ხო? კაი. რა ხდება კი? არაფერი რაღაც სამსახურის საქმეებზე ვლაპარაკობდით. მშვიდობა? რაღაც ნაწილები ჩამოგვივიდა და საწყობი გჭირდება. გაიღვიძა შენმა და? ვიცი არ მინახავს. შენ სადმე მიდიხარ? ხო, და შეიძლება დღეს არ მოვიდე. რას ქვი არ მოხვიდე, გაგიშდი? დაგავიწყდა ეწყობა შენ. რა უნდა დამიწყებოდა? და ჩემი და რამაზის ქორწინებიდან 25 წელი გავიდა დღეს და აგარაკზე უნდა აღვნიშნოთ. აი, ეგ ნამდვილად არ მახსოვდა. ხო, მაგრამ რო არ მოხვიდე გავგიჟდები იცოდ. გესმის? კაი, ძალიან მეწყინება. კარგი უსთან გავიგე, ხო? ასე შუადღისკენ ავდივართ და არსად გაიპარო იცოდე. კაი, სანამ გავიპარო. და რა ვიცი რაღაცეები დაგიგეგმია იქ და უეჭველი უნდა ამოხვიდე. მოვალ. კა. წავედი ამის გავაღვიძებ. თორე დააგვიანდებო.
გიო მოხვედი უკვე? ჯერ არ ვარ მზად, 5 წუთში ვიქნები. ან ამოდი თუ გინდა. არადი არ მოსულვარ ჯერ. კაი, მე 5 წუთში ვიქნები მზად. არ გამოვადე იქ წასვლა დღეს. რას ქვია არ გამოვა? რაღაცა სხვა საქმე გამომიშტე და იქ უნდა წავიდე. მევადეიდა როგორ ხარ? ეკუნა მოხვედი შილო. კესო სადაა? მანქანა ვერ შემოვიყვანა და დავტოვე მანქანაში. ლამაზი ბეჭედი გიკეთია. კარგით, რა თქმა ლამაზი არის თქვენი ბეჭედი. რატო არ გიკეთია? რა ვიცი. კაი ბებო, მიდი და არ გააბრაზო ეკა. კაი, წავედით ჩვენ გვეჩქარება. კაი, მიდი ბებო. არ გააბრაზო ეკა. კარგად. კარგად ეკუნა. როგორ ხარ ლეილდეიდა? ვაკო, საით გაგიწევია? დავი გადაღებაზე გავდივარ მეგობართან. ის ლამაზი გოგო შენ გელოდება? აა, მელოდი. მიდი, გაიქეცი. კაი. რატო გამიდიშე ტელეფონი იქნებ რის თქმა მინდოდა? არ მაინტერესებს. კაი რა არის ხო არ არის ჩემი ბრალი და რა გავაკეთე? გეხო თქვი რომ არ განმეორდებაო მსგავსი რამე. ზუსტად ერთ დღეში იგივე საკეთებ. ეკო დღეს არის რუსუდანის წერამაზის 25 წლის იუბილე. რო არ წავიდე რუსუდანს მაგრად გავუტყდე. არ დაგირევა შენ მიზეზები გიო და არ მაინტერესებს. კაი ნუ გაჯიუტდი ხარ რა. არ ვჯიუტდები. დღევანდელი დღე ხო დავგეგმათ. თავით გავინთავისუფლე სამსახურიდან. ხო და მოდიხარ და მეუბნები რომ არ გცალია. რა ვქნა ეხა მე? ტელევიზორს უყურა ხო მთელი დღე. კაი ხო არ მახსოვდა ბოდიში. დეჟავიუ მაქვს. მე რამდენჯერ მიხდი ბოდიშს? არაფერი არ გახსოვს, არასოდეს, არაფერი არ გახსოვს. კაი ხო ნუ ეხლა ეს არ მახსოვდა. ეგერ შეიძლება რუსუდანის გარდა საერთოდ არავის არ ახსოვდა ეს დღე. მაგრამ უნდა წავიდე და წამოდი რა შენც. არა. რა მინდა ეხა მე? მარტო ეგ შეიძლება მეც არ მინდა, მაგრამ ერთად ვიქნებთ. წამო რა. თან ეგეთ რაღაცეები ოჯახმა მარტო უნდა აღნიშნოს და ეხა მე უცხოსავით ვიქნები და არ მინდა. რატო იქნები უცხოსავით? უცხოსავით რო იყო არც კეთოდი ხო? ავიდეთ ცოტა ხანი გავჩერდეთ და წამოვიდეთ მე. კარგი წამოვალ. კარგი. და როდის წავიდეთ? უკვე. დღეს? ხო, ეხლა. ვაი, კარგი გამოვიცუნა. აი რა გამოსვლა გინდა, რამე კეტები ამოიცვა და წავიდე. ესე წამოვიდე შენებთან? ხო რა მოხდა? აი ძალიან ჩქარა რა. აი მალიქენი. გიო, რამე არ წაუღო ჩენებს? რა ვიცი, რა უნდა წავუღოთ? დეშეს ყვავილები ხო უყვარს? აზიარო. რა, რამე მოვიფიქროთ რა. აი მალიქენი რა. აი, მე მზად ვარ. ხო, გითხარი, მალე მიზამდგა. ვაი მე გასაღები დამჩავს. ერთი წუთი მოიცა. ვიპავე! ესო. გადიმის. ელემენტი არის ძალიან კარგად გაკეთებული. კედლებიც ისეთი ფერია, რომ ნებისმიერი აბეჭი მოუხდება. შეგიძლიათ გადაღებოთ, მერე თუ სურვილი გექნებათ. გასაგები. სველი წერტილი ორივე სართულზეა? რა თქმა უნდა, ორივე სართულზე არის ორ-ორი სველი წერტილი. ამდენი რა საჭიროა? ნუ ერთგან დუშის კაბინაა და მეორეგან აბაზანა, გემოვნების მიხედვით. აჰა, რაღაც დროს აბაზანებია.
სხვენი ან რაიმე სათავსოები თუ გაგვეჩნია. სათავსო არა, მაგრამ ეზო არის ძალიან დიდი და ნებისმიერი ზომის სათავსო შეგიძლიათ ააშენოთ. და პროექტებაში ჩვენი არქიტექტორები დაგეხმარებიან. სხვათაშორის ძალიან აქტუალურია დღეს ეზოში წვეულების გამართვა და აი ეს ეზოს სივრცეც გაძლევთ საშუალებას. მოსახლეობა ბევრი არ არის, ხო, როგორც შევნიშნე. დიახ, მაინც ახალი უბანია, თუმცა ძალიან პერსპექტიული. აქ მალებინები ძალიან ძვირი ეღირება და სხვათაშორის კარგი სამეზობლო გეყოლებათ. იცით რა არის, ძალიან პრესტიჟული უბანი იქნება ეს მალე ალბათ ეხლა უბრალოდ სამსახურებში არიან მაცხოვრებლები და იმიტომ ცოტა სიცარია. წყლის სისტემა როგორ მუშაობს? ძალიან კარგად მუშაობს წყლის სისტემა. თქვენ ალბათ აივანი ნახეთ გარედან, მაგრამ მე თუ სურვილი გექნებათ, ავიდეთ და გაჩვენებთ როგორი არაჩვეულებრივი ხედი იშლება. ისე ბუხარი კი მომწონს ძალიან. ხო, ძალიან ლამაზი ბუხარია, ჩვენს ძალიან მოგწონს და ესეთი ორიგინალური სახე შევუნარჩუნეთ. კონდიციონერები რომ არ არის, ძალიან ცუდია. იცით რა არის, კონდიციონერები გამიზნულად არ დავაყენეთ, იმიტომ რომ ცოტა უცნაური კლიენტებიც გვხვდებიან ხოლმე. აი მაგალითად ბოლოს სახს რომ ყიდდი, ძალიან კარგი სახლი იყო სხვათა შორის, შენიშვნა მივიღეთ კლიენტისგან კონდიციონერების თაობაზე, რომ რატო დააყენეთო. გადასახადი მოდის ძალიან ბევრია და მე ვერ მოხსნა თვითონ. მეც ეკუთხარი სხვათა შორის, მაგრამ ეს თქვენი მოვალეობა არის, რომ ასეთი პასუხი მივიღებ. და რა ქნა მე? არ იყიდა საბოლოო ჯამში იყიდა არც თუ ისე კარგი უბანში, არც თუ ისე კარგი სახლი. რა ხალხი არ შეგხვდება? სხვათა შორის ზაფხულში აქ ძალიან კარგია და სუფთა ჰაერია. სიმართლე რომ გითხრათ, მეც ძალიან დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ. ბასეინის გაკეთება შევძლებთ ალბათ. რა თქმა უნდა, სივრცე გვაძლევს ამის საშუალებას. ძალიან კარგი. მოგწონს. შეიძლება ერთიც ამთავროთ. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ოთახში დაგელოდებით. აუნეტა იყიდიან? მე აბრასიზავე. ეგეთ დარწმუნებული როგორ ხარ ხოლმე? გოგო, ეთყობათ, ვერ ნახე რა ძალიან მოეწონა და იმ სპეციალურმა ბასეინზე რო იკითხე, ხო, ნუ საერთოდ გასაგები გახდა ყველაფერი. ანუ ფასი 200.000-ია, ხო? დიახ. ვიცით რა არის სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა ძვირია რა. არა, თუ გავითვალისწინებთ სახლის ფარც, ეზოს და უბანს, საკმაოდ იაფიც არის. თქვენ მოიფიქრეთ, ოღონდ თუ შეიძლება რომ ცოტა მალე მოხდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ სხვა კლიენტსაც ველოდებით უნდა ვანახოთ აქაურობა. მოკლედ გადავწყვიტეთ რა, ვყიდულობთ. ძალიან კარგი, მაშინ გილოცავთ შენაძენს. გილოცავთ ნამდვილად არინანებთ. დეტალები შევათანხმოთ, ხო? აუცილებლად, კი. მომძანდით. მეძახდი. მოდი. როგორ მიდის საქმეები? რა ვიცი, კარგად. რა ხდება, გავიდა ერთი კვირა. ჯერ არ გასულა და თან ძალიან ბევრი საქმე მაქვს. ამისთვის მეძახდი? არა. აბა რა ხდება? მოკლედ სტატია უნდა დაწერო. არ არსებობს ვერანაირ სტატიას ვერ დავწერ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე მაქვს. აქ საქმე ცოტა სხვანაირად არის. ეს què სხვანაირად არის? შეკვეთილი სტატია. კი, ხო იცი რომ შეკვეთილ სტატიებს არ ვწერ. ვიცი თათია, მაგრამ ძალიან გთხოვ, ვინმე სხვას დააწერინე რა, ძალიან ბევრი საქმე მაქვს. თან არ ვწერ ამ შეკვეთილ სტატიებს. მეც უთხარი რომ შეკვეთილ სტატიებზე არ მუშაობ, მაგრამ დამირეკეს და შენ მოგითხოვეს და ეს კი მე მომითხოვეს. ბიზნესმენები არიან. კაი, რაზე უნდათ რომ დავწერო სტატია? ალბათ ინტერვიუ იქნება, მოკლედ პასუხს ელოდებიან და თვითონ აგიხსნიან ყველაფერს. ხო, მაგრამ თერეზე ბრმად არ ვიცი. ხო, მეც უთხარი რომ ჯერ ვეტყვი მეთქი, ისიც უთხარი რომ შეკვეთილ სტატიებზე არ მუშაობ. მოკლედ
პასუხისმგებლობდებიან და თუ შენ თანხმობა იქნება თვითონ დაგირეკავენ და გააგებინებენ რა და როგორ იქნება. ერთხელ რომ დაწერო რა მოხდება ვერ გავიგე. აი, როდის უნდა შეხვედრა? ეგრე რა. დაგიგოგო ხო. მოკლედ დღეს დაურეკავ თვითონ დაგიკავშირდებიან და აგიხსნიან რა და როგორ იქნება. აი, თავისუფალი ვარ? კი. მიდი აბა შენიც. აუ, რა კარგი ჰაერია გარეთ. და როგორ მენატრება ხოლმე აქ ადრე უფრო ხშირად ამოდიოდი თანი რო პატარა იყო. თან როგორ ის მშვიდეა რა. ხო, ეს რო ვიყიდეთ, მაშინ მარტო ვიყავით. გარშემო არავინ არ იყო, ხა მეზობლებიც ყავს. კარგია. ხო, იცი, კაი ხალხია. პრინციპში ხა ცუდით რო იყოს, მე რას მიშლია, ისინი თავს ცვალიან მე ჩემთვისო. ეს გიო რატო აგვიანებს ესა? კარგი, აცალი ამოვა რა. ხო გითხრა ამოვალო. იმით რომ რა არის, იცი როგორი ტიპია. ამოვა რუსუდან ამოვა. რა გაცინებს? ანი. რა? რა გაცინებს? მე რაღაცას უხურებ და ვიცინი, შეიძლება? მე მგონი ვიღაც მოვიდა. ო, გიო იქნება. იოთი, გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად. თქვენ როგორ ხართ? მეგონა აღარ მოხვიდა. კი, როგორ ხარ? კარგად. დაგაიცანი ეს არის. ელენე, რუსუდანი, რამაზი, ანი კიცი. სასიამოვნოა. ჩვენთვისაც. ჩვენ ხო ვიცნობთ ერთმანეთს. როგორ ხარ? კარგად, მადლობთ. თქვენ როგორ ხართ? მადლობთ, კარგად. ძალიან გაგვეხარდა შენი სტუმრობა. უი, გილოცავ დღევანდელ დღეს, გიო მითხრა. მადლობა. მადლობთ. მე გავაწყობ ხო უკვე? ხო და მეც მოვა. მოდი ახლა სანამ სენს უფროს გაშლიან, ჩვენ ვანახოთ დეას ბავშვობაში სათამაშობდით. აი, ხა რაში ინტერესებს დიასო. აუ კი, მაინტერესებს. კინო? კი. ეცადნა. სათამაშო ჩვენ ბავშვობაში. აუ გეღოძებ მომხები დასთან. არ დაიკარგოთ ახლა, ხო? რუსუდან იცოდი? ერთხელ მყავს ნანახი და ეხა თუ მოიყვან და არ ვიცოდი. ნოა. საინტერესოა. ალბათ რამე სერიოზულია რა ხან სტუმრად მოიყვანა რა? კარგი, ხან უნდა იწყებ დასვენებს რა. ალბათ ყველა ხო არ მოიყვანდა. ისე გაიგოგოა რა? კი, გაიგოგოა. ნუ თავი გიორგის რასწორებს. დიახ, მომზადეთ. მომზადეთ. ხათუნა ხო? დიახ, გამარჯობა. სასიამოვნოა. გამზადეთ. თქვენ სახელი? ცოტნე, სასიამოვნოა. ცოტნე სანამ ხალბატონ ხათუნას დავილაპარაკებთ, თქვენ დაგვრჩეთ ხო? რამოდენიმე კითხვას დავუსვა. კი, მართლა. ხათუნა ხო? დიახ. მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ. შენობით ვილაპარაკოთ, ხო? ძალიან კარგი. მაშინ მე რამოდენიმე კითხვას დაგისვა. დიახ. ჩვეულებრივი კითხვებია. სანერვი და არაფერია. თავარი ერთი რამეა. გულწრფელი პასუხები მაინტერესებს, ხო? კი ბატონო. კარგი. მაშინ დავიწყოთ. თავს გადაღრილად გზნობ ხათუნა. დილას რო ვიღვიძებ უკვე დაღლილი ვარ თუ ესეთი რამე არსებობს? არა, მე ძალიან ხშირად ესე ვიღვიძებ. არა, ხა მომშვიდებთ თქვენმე. არა, ნამდვილად არ გაშვიდებთ. უბრალოდ არის ესეთი პერიოდები ყველა ცხოვრებაში. ხო, მაშინ ჩემთან ძალიან გაგრძელდა ეს პერიოდი. კარგი, ჩემო კარგო. თავს ბედნიერად გზნობ ხათუნა. არა. გადაწყვეტილების მიღება გიჭირს? ძალიან. მოусვენდრობას თუ გზნობ. ანუ დასვენება თუ გამოგდეს, შეგიძლია დაისვენო. საერთოდ დიდი ხანი არ დამისვენია და ამიტომ არც ვიცი.
ბატონო. მომავალს როგორ ხედავ? იცით არ ხედავ მომავალს საერთოდ. ჩვენ ხო შევთავაზეთ შენობით უნდა ვილაპარაკოთ, ხა? დიახ, კი. ძალიან კარგი. ბატონო, იცი რა მაინტერესებს? სიამოვნებას თუ განიჭებს ის, რაც ადრე სიამოვნებდა. ძალიან მგონია. როცა რაღაც ხდება კარგი შენ ცხოვრებაში. წუხილს მაშინაც გწნობ? ნუ ემოციური აქმის უნარი ჯერ შემჩენ. ბატონო, დეპრესიაში ხარ? შენ როგორ ფიქრობ? ამას დეპრესია ქვია? შენ როგორ ფიქრობ? ვარ. მაშინ რამოდენიმე კითხვას კიდევ დაგისვამ და ამით დავამთავრებ დღეს. კარგი. ხაჭაპური მომეწოდა რა ნახევარი რა. მაგარი ისთვის გაკეს ხელები დიდე რა. აიყო. არ მაინტერესებს იქრას იცავ. იქ მივხედავ ჩემ თავს. რაღაც არ მგონია. აინი აპირებს ამერიკაში წასვლას სასწავლებლად და ძალიან ნერვიულობთ ყველა რას იზამს იქ. ძალიან მაგარია. და განერვიულებს, პროსტა ჩავალ და კოკა მომხედავს, ხო იცი არა. შესწავლობ სადმე არ მუშაობ? აი რუსუდან არ გინდა რა ეს დაკითხვებია. რატო დე მართლა მაინტერესებს. მე უკვე დავამთავრე. ხო? რა პროფესიის ხარ? ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი, მაგრამ ახლა კუთხით არ მუშაობ. რატო ძალიან კაი პროფესია. ხო, ბავშვობაში მეც მომწონდა, მაგრამ ახლა არა. ხო, ისე ჩვენი სპეციალობით არც მე და არც რამაზე არ მუშაობთ. არა მე საერთოდ ძალიან შორს ვარ ჩემი პროფესიისგან. მაშინ რა დაამთავრე? მამა მე ბიოლოგი ვარ, მაგრამ ერთი დღეც არ მომშავე. ეხლა რა საკეთებდეა? ეხლა სწავლობს, მე უნდა რესტორნის გახსნა და თვითონვე იყოს ამ რესტორნის შეფ-მწარეული. ხო, რა კარგია, ძალიან კარგი იდეა. მადლობა. ძალიან მაგარია. მეც მინდოდა მაგაზე სწავლა, მაგრამ დედაჩემმა აიჩემა და დამამთავრებინა საერთნო. აბა მე ეხლა ისე. აი, ეხლა რაღა დროსია. აი, რატო? და შენ და გიორგი დიდი ხანია ერთად ხართ? გიორგი არაფერს არ მიყვარდა. კარგი. კი, ნახევარ წელზე მეტია ერთად ვარ. ისე ძალიან კარგია საკუთარი რესტორანი. კი, აი ძალიან მინდა რომ კარგი გამომივიდეს. თუ მოინდომა ყველაფერი გამოგივა. ხო, აი მე წლების მანძილზე მინდოდა რომ მქონოდა ჩემი სალონი და მაგ კიდევაც. თავარია მონდომება და შრომა. ისე რა მიმართულება გაინტერესებთ უფრო? ალბათ საკონდიტრო. არა, ჩემგან კონდიტერი ნამდვილად არ გამოვა. ეს რაც გავსინჯე, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო რა, ასე რომ. ძალიან კარგი. აბა წარმატებები. დე, მე ძალიან მინდა რომ შენი კერძები გავსინჯოთ. მე ვგიჟდები იტალიურ სამზარეულოზე. აი, როცა გინდა მაშინ. აი, მე ძალიან მიყვარს იტალიური სამზარეულო. მაშინ იცი, აქ ერთ დღე დავთქვათ და შენ მოამზადე შენი კერძები და მე დაგიგემოვნებ. აღარ გამასუქავ. მოდით. აქ შეკრების მიზეზს გავუგებთ. ნამდვილად. აგიმარჯოთ. კლინზე რა ეუბნებოდი კონდიციონერის გამო დაიწუნაო სახლი, ვერ დავეჯერე. მართლა არიან ეგეთები? რა კაცი. შენ მართლა დაიჯერე, რომ ეს თისულელები მოყევი? მოატყუე? ცოტა გავაზვიადე. ნუ მაგა სახლის გაყიდვა თუ გინდა, ცოტა უნდა მოიტყუო. მადლობა. მოკლედ ხო იცი რასაც ვაკეთებთ. ვყიდულობთ სახლებს იაფაც, ისე ცოტა გაურემონტებელს, არც თუ ისე კარგად გილას, რაც უფრო იაფი ღირს სახლი, მით უკეთესი, რა თქმა უნდა. და მე ამ სახლებს ვარემონტებ და ვყიდით 2 მაგ 3 მაგ ფასად. რამის ხარ მირთმე? არა, მადლობა. გინდა შე რამე? არა, არაფერი. მართლა? არა, მართლა არაფერი, მადლობა. მადლობთ. ხო
ხო და რას ვამბობდი? ორმაგ-სამაგ ფასს შეყიდე. ხო და ნუ მოკლედ კლიენტებს ეს მინუსები სახლის უნდა დაუმალო და სუ პლუსებზე ელაპარაკო. გააზვიადო კიდეც. ოღონდ ისე რომ არ მიხვდეს ახლა კლიენტი. დააფიქსირე რაღაცა ჩამჭრელ კითხვებს რომ ისვან და ვაფშე სხვა თემაზე რომ დავაწყე ლაპარაკი. და სამეზობლოზე რამდენი ვილაპარაკე? და იმ კლიენტზე მოატყუე სხვაზე. არა, დღეს არ მოდიოდნენ, ხვალ მოდიოდნენ. ნუ ერთი დღით გადმოვწნიე რა მოხდა. ვიცი რას ვერ მოგდა ხამ სახს ისეთი მინუსები რა აქვს. არა, მაგას ვერ გეტყვი მაგა. რა გჭირს გეხუმრე. რა მინუსები აქვს და ნუ ახალი უბანი რო არის, მაინც ახლა ეს წყლის სისტემა რა კარგად არ მუშაობს. იმიტომ კი არა რომ არ არის გაკეთებული, უბრალოდ ნუ ვერ არის გამართული რა მაცხოვრებლები რო არ არიან და 4 სველი წერტილი არ იყო რა თქმა უნდა ჩანაფიქრში. ან იდეაში რა ხდება რომ ეს პროექტი უნდა ყოფილიყო სასტუმრო და რაღაცა იქ ლუქს ნომრებით და ნუ მოკლედ ამის გამო რა. სამაგიეროდ 10%-ს ავიღებ ამ საფრთხეში. ხო ღირდა. ხო და მოდი მაშინ დღევანდელ დღეს გამომარჯვეს ესე კარგად რომ ვიმუშავოთ. მე მაგრა ვიმუშავე ძალიან. რა გინდა ხე ხო იყავ ჩემთან ერთად რაღაცები ხო ისწავლე. კარგი გამომარჯვეს. დიახ, მოგზავნით. ცოტნე ხო? დიახ. გამარჯობა ცოტნე. დაჯი. მოკლედ მე და დედა შენმა ვილაპარაკეთ. და მინდა გითხრა რომ გამოხატული დეპრესია. კი, დიახ. თონე ეჭვი შენს ქონდა ხო დეპრესიას? დიახ. მოკლედ დეპრესია ბევრ რამებს შეიძლება გამოიწვიოს რა. დაძაბულმა ცხოვრებამ, ემოციურმა ფონმა, საქმე მარტივად არ არის, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობაც არ გვაქვს. დიახ. ალბათ ბევრი სტრესი ქონდა, ხო? სტრესებმა მერე ნევროზი გამოიწვია, ნევროზმა მერე დეპრესია გამოიწვია. ცოტნე, მოდი პირდაპირ გეტყვი რა. მე არ მინდოდა დედა შენისთვის მსგავსი კითხვები დამესვა, პირადი სახის კითხვები. მაგრამ კურნალობისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შენ როგორ ფიქრობ, რა შეიძლება გამოიწვია ეს ყველაფერი? ალბათ ოჯახური მდგომარეობის ბრალი არის. მაგრამ თუ წინააღმდეგი არ იქნებ დეტალურად მომიყვა ყველაფერი, ხო? არა, მოგიყვებით რა თქმა უნდა. ყველაფერი მამა ჩემის ბრალი არის. დაახლოებით 1 წლის წინ თამაში დაიწყო. მაშინ ფინანსურად კარგად ვიყავით. თავის ბიზნესიც ჰქონდა. დედა ყოველთვის ეჩხუბებოდა, არ უნდოდა რომ ეთამაშა. კონფლიქტი ჰქონდათ? დიახ, ძალიან ხშირად, თითქმის ყოველ დღე. ხელით ხო არ შეხებია. ცოტა დამიჯერებ კურნალობისთვის ამას ასეთი მნიშვნელობა აქვს. დავიცოდე ყველაფერი. რამდენჯერმე. ხათუნა ყოველთვის ჩხუბობდა. არ უნდოდა რომ მამას ეთამაშა. მერე მამამ სმა დაიწყო, ხო იცით როგორც ხდება პრობლემები და მერე ის სახლით ჩადო, რომელშიც ცხოვრობდით და ამის გამო დედა ძალიან ცუდად იყო. და რა სიმპტომები ქონდა აი მაშინ ცუდად რო იყო? ოთახში იყო ჩაკეტილი მთელი დღე, ტიროდა, საჭმელს არ ჭავდა. ამასთან კონტაქტი გააქვთ? არა, დაახლოებით 2 თვეა რაც ის იმ სახლიდან გადმოვედით, სახლი დაუკარგეთ. მერე ახალ სახლში გადმოვედით, დედა შედარებით უკეთ გახდა, გარემო რო შეიცვალა. ასაგებია, მამა აღარ გამოჩენილა, ხო? არა, ამბობენ დაჭერილია, ყოველ შემთხვევაში მე კონტაქტი არ მაქვს. გასაგებია ცოტნე. მოდი მაშინ ახლა ჩვენ ესე მოვიქცეთ. მე რამოდენიმე წამალს გამოგიწერთ. დიახ. და შენ სწავლები აუცილებლად უნდა შეიძინო. დიახ. არ შეგეშინდეს ეს ჩვეულებრივი წამლები არ არის. ფსიქოტროპულ აპტეკაში უნდა იყიდო. დიახ. და ყურადღება უნდა მიაქციო რომ დალიოს. დიახ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ნერვული შეტევა ისევ გაგვიმეორდეს. აუცილებლად ვიყიდე. მარტო ცხოვრობთ? დიახ, მე და დედა ვართ მარტო. შენ აუცილებლად უნდა გააკონტროლო რომ ეს სწავლები დალიოს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ნერვული შეტევა გაუმეორდეს. დიახ. და თუ გაუმეორდა შეტევა, როგორ მოვიქცეთ? იცი რა, არ მგონია ამ სწავლების ფონზე შეტევა გაუმეორდეს, მაგრამ თუ გაუმეორდა,
მაშინ დამირეკავ და სხვა ზონას მიმართა. კი ბატონო. ისე შეიძლება არ დაჭირდეს ხო? არა, არ ვიცით ამას. კურნალობა გვაჩვენებს. ესე წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვი. კარგით. სხვა რამე საჭიროა? ამ ეტაპზე არაფერი საჭირო აღარ არის. ნუ გეშინია ცოტნე. მოკლედ დაველოდოთ. მივყვეთ ნენელა და შევხედოთ როგორ გამოჯამთრდება ნენელა დედაში. და კარგად გახსოვდეს. გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს. წავა. დიდი მადლობა. კარგად ზანდა. წარმატებები. კარგი გოგო. მეცა მომეწონა. რამეს საწყობზე ხო არ გაგირკვევი არა? უი და მოიწყვე. ხვალ გაგირკვე. ხარ დაგვიანდება. არა, ნუ ხვალდაზე არა პრობლემა. ხო, კარგი, ხვალ გავარკვე და შენ შემახსენე, ხო? ხო, იმიტომ რომ გარეთ გვიქცევს ეს ყუთები რა და არ დაასრულდეს ან რამე არ მოვიდა. მოიცა რა არის ასმელი ამარა გვაქვს? კი, იქით არის რამეს ვიცა, გამოგიტანთ. არა, კარგი იყოს, მე გავა. გიორგი, რა საწყობს ლაპარაკობდით? რა ვიცი, ელენ რაღაც მანქანის ნაწილები ჩამოგვივიდა და საწყობში ადგილი არ გვაქვს და ვერ ვდებთ ვერსად. ხო? იცი, ჩემი მეგობარი ერთი ბიჭი ზაზა და იმას აქვს რაღაც საწყობი. თუ გინდა ვკითხავ ადგილი თუ აქვს. ხო? ხო, თან ზუსტად ახლა ეძებ და კლიენტებს გაქირავება უნდა. ხო. ძალიან კაია, სად არის მე როგორი საწყობია? ძალიან კაი საწყობია, საკმაოდ დიდი და ჩვენ საალთან არის ახლოს. კარგი, ნომერი გააქვს? კი, როგორ არ მაქვს? და ჩამწერია, ხო? ეცა? აი? ნომერი ეს არის, დაიწერა? კი. ძალიან დიდი მადლობა. არაფერს რა მადლობა. დამიხმარე ძალიან. დადი მაგაზე. რა გენით გოგოებო როგორ გაერთეთ? ძალიან კარგად. შენ შევიდა ხარ ვიჩდაბედით. აგინდა ეს მომესწერო. აუ ძალიან მაგარი იყო აქ. შენ ხარ შეგცი? არა, სასიამოვნოდ გრილა. რა ქვია წავიდეთ? წახვედით უკვე? ხო, ნუ აი რა გეჩქარებოთ იყავით რა. ხოსთან დაღამდება მალე და წავალ ყარანჩელს რა. რამას უთხარი? კარგი, როგორც გინდათ ისე მოიქეს. დიდი მადლობა რომ მოხდეთ. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. იმედია კიდე გნახავ. კი, აუცილებლად. ნახანდის. ნახანდის ძალიან სასიამოვნო. დედა, არ დაგავიწყე სასწაულს. არა. კაი, დროებით. ნახავთ. ნახანდის. მოხვედით? მოვედი. შემოდი ეკა. არა, ლეილა დედა, გვიან არის უკვე და წავალთ ბანა. შეხუცები შემოდით რა ვივახშმოთ. არა, უკვე კესო სხვა სკოლა აქვს და წავალთ. იყოს რა ცოტა ხანი. შემოდი, კესო ცოტა ხანი ითამაშებენ, ეკა მე შენთან რაღაც საქმე მაქვს. კარგი. გემრიელი ხაჭაპური დავაკეთე. ჯერ ჩვენ ვისაუბროთ და მე დავუძახებ ბავშვებს. კარგი. აკადემიკო მოკლედ რაღაც მინდა გითხრა. ბეჭედზე მინდა დაგელაპარაკო. რა ბეჭედზე? მაის შენ რო ძალიან მოგეწონა. აუ ლეილა დედა, იმდენჯერ გითხარით მაგ ბეჭედზე მომწონთ, რომ მე მგონი შეგაწუხეთ. არა, ხო და რაღაც მინდა შემოგთავაზო. ოღონდ გეხვეწები მაკამ არ უნდა გაიგოს. არა, რა სამა. შენზე კარგად არავინ არ იცის ახლა ჩვენი გაჭირვების ამბავი. შენ რო არა კიდე უარის დღეში ვიქნებოდით. კარგით რა ლეილა დედა, ნუ მეუბნებით მაგას. ესეა, ესეა. მოკლედ დავალომბარდე ეს ბეჭედი. ვეღარ გამომაქე ხა. დედა რას მეუბნე? ხო, ნუ რა ვქნა დამჭირდა, სხვა გზა არ მქონდა. ხო და ეკაშვილო, უნდა გავყიდო ახლა ეს ბეჭედი. შენ ხო ძალიან მოგწონს. ძალიან გამიხარდება შენ თუ იყიდი. არა, ლეილა დედა, რას ამბობთ? ჩემც არ არის პრობლემა, შემიძლია ეს ფული მოგცეთ, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიყიდი ბეჭედს და არ არის პრობლემა, როცა გეკნებათ, მაშინ არა, ეკაშვილო, არავითარ შემთხვევაში. რამდენჯერ დაგვეხმარე ისედაც მაკას და ბავშვს. ვიცოდი რომ ამას იტყოდი. მე მაინც უნდა გავყიდო. ძალიან გამიხარდება შენ თუ იყიდი. ლეილა დედა, ძალიან მცხონია რა, ძალიან უხერხული სიტუაციაა. არაფერი უხერხული არ არის. შენ ხო არ გითხოვია, მე გთხოვე. კაი, მოკლედ ახლა მე ბავშვებს დაუძახებ, შენ მოიფიქრე მანამდე.
იხვეწები რა, როგორც ბაკას არაფერი არ უთხრა. არა, არაფერს არ ვეტყვი. ბავშვებო! ეკა დედიკო, თუ არის ხმას აპირებ, ეგეც მითხარი. ლეილა დედა, მე შემიძლია რომ ეს ფული მოგცეთ და დიდი სიამოვნებით მოგცემდით და მართლა არ ინერვიულოთ დაბრუნებაზე. მაგრამ ნუ არა, რას ამბობ, თუ არსაც არ ვიტყვი და თუ გჭირდებათ ამ ფორმით დაგეხმარებით და ვიყიდი რა პრობლემაა. დიდი მადლობა, მაგრამ ძალიან მერიდება და ძალიან მერიდება, ოღონდ ბაკამ არ უნდა გაიგოს, კარგი. არა, არაფერს არ ვეტყვი რასა. ლიზიკო. მოდით, ლიზიკო. კატო, დაჯექი ბებო. დაჯექი. აბა, ხო დაიბალე. კი. გადაიღდა. ვა, სუკა. კაცია, აქ საიდან რა ვიცი, ინტერვიუზე მოვედი და შენ აქ მუშაობ? რა ინტერვიუ? გუშინდელი საბუთებს ეხლა აგზავნი? გუშინ ხო შეხვედრაზე გამიშვით და ხვალ გადააგზავნე. რა შეხვედრაზე? შეხვედრაზე სიარული რა შენი საქმეა? ხო, მაგრამ თქვენ მითხარ. მოეშვი ამ ყავის მას, თორე დარჩები გარეთ. გადავისხი. ლევან, მე წავა, კარგი? კაი, მოიჭადე, გამოვიწყდი რა. გეცილი იყო შენი ფეხი. ეს შენია. დიდი მადლობა.